ტელეკომპანია იმედი და პრაიმ შოუ სტუდია წარმოგიდგენთ. ეხა გზა რომ მოვდიოდი, გზად ვიფიქრე, რომ ამ გადაცემას მარტო ერთი დასაწყისი მოუხდება. Prisionera. Prisionera de tu amor de tantas dudas. Prisionera წყალი მინდა. ელოდებოდი ეგეთი ამბავი რო ატყდებოდა. ესეთი არ მეგონა, მაგრამ ისე რომ რეზონანს გამოიტანდა, კი ვიცოდი. კაი, მოდი მაშინ ესე გავაკეთოთ, პრისიონერას დაუბრუნდეთ. ცოტა მოგვიანებით. და დავიწყოთ ტრადიციულად, როგორც ამ ფორმატს შეეფერება. პირველ რიგში გილოცავ ყველა დღესასწაულს, ახალ წელს, შობას, ძველ ახალ წელს და გულწრფელად მინდა გისურვო, რომ ბედნიერი და წარმატებებით ახსავსე წელი გქონოდეს. ძალიან დიდი მადლობა მეც ვისარგებლებ შემთხვევით და მიულოცავ ყველას ყველა დღესასწაულს და აქვე მინდა კიდევ ვისარგებლო შემთხვევით და გითხრა რომ ყველა შეს გადაცემას უყურებ ძალიან მომწონს შენი გადაცემა და ზოგადად შენი საქმის პროფი ხარ და რასაც ხელს დაადებ ვიცი რომ უმაღლეს ხარისხში აკეთებ. დიდი მადლობა. ჩემგან დიდი კომპლიმენტი. და მოდი ერთადერთი ტრადიციული კითხვა აქვს ამ გადაცემას, ვინ არის სოფო ბედია? სოფო ბედია არის ერთი უბრალო გულწრფელი ადამიანი, რომელიც არის უზომოდ შეყვარებული თავის ქვეყანაზე, თავის ხალხზე, ადამიანებზე და თავის საქმეზე. ჩემს პროფესიას. კიდე? იცი რა, ცოტა უხერხულია ფიქრობ საკუთარ თავზე ძალიან ბევრი ვილაპარაკო, მაგრამ ცუდიც მოყევი და აღარ იქნება უხერხული. არა, ცუდი რა თქმა უნდა ყველას გვაქვს. მანკიერი მხარეები ხო ყველას გვაქვს. რა თქმა უნდა, მეგრული ხასიათი მაქვს, კი ბატონო და ყოველ შემთხვევაში ვცდილობ ხოლმე რომ ბალანსი არ დავკარგო. ბალანსი გაბრაზებასა და დავუშვათ სიმშვიდეში. ანუ ბრაზიანი ხარ? ბრაზიანი ვარ, რა თქმა უნდა, ხა რაღაცები არის ჩვენ ცხოვრებაში ხდება, რომ რაღაცებზე ვბრაზდებით. ბევრჯერ მინანია, ბევრჯერ არ მინანია, მიფიქრია, რომ სწორად მოგწეულ ვარ. მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ აი ბალანსი ეხლა და ეხლა უფრო სწავლობ. ჩვენი სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე ადამიანებთან ურთიერთობაში და ასე სწავლობ. ბალანს, როგორ დავაბალანსო ჩემი ემოციები. გამოგდის? კი, ამ ბოლო დროს გამომდის კი. თუ შეგიძლია გაიხსენო ბოლოს როდის იყო ამ მოხეთქვა შენი ემოციების? აი მე გავიხსენებ იმ დროს, როდესაც იყო ჩემთვის ძალიან მძიმე ეს ყველაფერი, მაშინ როდესაც გადავიღეთ კოვიდის კლიპი. მაშინ იყო ეს ყველაფერი ძალიან მძიმე. მაგას თუ გაიხსენებდი და მაგეთკენ არ მოდიოდი, მაგრამ ანუ რამდენჯერ 4-5 წლის წინ რა. მაშინ მქონდა ეს რაღაცა ძალიან ალბათ კიდევ რაღაცა მიჭირდა კონტროლი საკუთარი ემოციების. ანუ რეალობა მაგრაც და მოლოდინსა რა. ხო. რაც ისეთი პათოსით იყო ჩაწერილი მახსოვს რა და რაღაცა დარჩი სახში და უცებ ძალიან უცებ სტვენა ატყდა ხო. რატო? დამტკივნეული. რატო? მე არ ვაპირებდი ამ თემაზე საუბარს, მაგრამ რახან ახსენე. ანუ ეს თუ რადგან ემოციების აი ამ ამბავს მოყვა ეს ყველაფერი, მაშინ ძალიან მეტკინა რაღაცეები, მეტკინა კოლეგებისგან, მეტკინა ადამიანებისგან, მხარდაჭერა, ნაკლებად ვიგრძენი. ალბათ იმიტომ რომ ეს ადამიანები მაშინ ძალიან ვაკუუმში ჩაჯდნენ, რაღაცა ყველა ხო, მაგრამ ხანდახან სასარგებლოც არის ჯანსაღი კრიტიკა რა, უბრალოდ ფორმებს გააჩნია. ვიღაცას რომ არ მოწონს, ოკეი არის, ხვდები რომ არ იყო მოსაწონი რა, მაგრამ ვინ გატკინა ყველაზე მეტად? ესე პირდაპირ არა, მაგრამ უბრალოდ ეს საჯარო პოსტებით წერდნენ. ხო და ყველაზე მეტად ვისგან გეწყინა? არა კოლეგები. იცი რა, არ მინდა დასახელება. თვითონ მიხვდებიან.
მაყურებელიც მიხვდეს ეხლა რა, მარტო თვითონ მიხვდება რა. ხო გაიარა. მე ეს წენად არ დამჩენია, ნამდვილად დღემდე ერთმანეთს ვესალმებით. პატივისცემ როგორც კოლეგას და არასოდეს არ ვარღვევ რაღაცა სუბორდინაციას, იმ პატივისცემას, კოლეგიალობას ადამიანებში და გაიარა, რაც იყო, იყო. კარგი, დარჩეს იქ სადაც არის. რა საკიდან დაიწყე სიმღერა? ანუ ძალიან პატარა ვიყავი, ალბათ ესე 3 წლის. მოყევი შენი ბავშვობა, სად დაიბადე, სად გაიზარდე, სკოლაში სად იარე, მოყევი. დავიბადე ერთ ძალიან თბილ და ტკბილ ოჯახში. მამა იყო მუსიკოსი, ხელოვანი, მომღერალი, მოცეკვავე და მამას ძალიან დიდი დამსახურება, რომ მე დღეს ვღერი და დღეს რო ის ცოცხალი იყოს, ზუსტად ვიცი, რომ იამაყებდა. მეც დარწმუნებული ვარ. პირველ რიგში იმით იამაყებდა, რომ ადამიანი ვარ. მეტირება. და მე იმით იამაყებდა, რომ ღირსეული ადამიანი ვარ. და მე იმით რომ ვასრუ ვაკეთებ ვემსახურები იმ საქმეს, რაც მას ყველაზე მეტად უყვარდა. და მამას ძალიან დიდი დამსახურება მე და ჩემი ძმა რომ ვართ მომღერლები და მე მგონი შენც იცნობდი ჩემს მამას. კი. ძალიან დიდი დამსახურება აქვს მამას ზოგადად ჩემს კარიერულ ცხოვრებაში თუ ადამიანურ ცხოვრებაში. მე მახსოვს შენი პირველი გამოჩენა სცენაზე, ეს სტუდენტურ დღეებზე და მე მახსოვს ის რაღაც მომენტი, როდესაც მითხრეს, რომ ბორას დაცმღერისო, სხვათა შორის ძალიან კარგად და წელსო გამოვიყვანოთ და მახსოვს შენი გამოსვლა სცენაზე და რამხელა ეფექტი იყო, რამხელა ფურორი იყო და იქვე იგრძნობოდა სხვათა შორის, რომ შენი კარიერა მუსიკალურ ნაწილში აუცილებლად განვითარდებოდა რა, იმიტომ რომ ხო იცი სტუდენტობა ისეთი წლებია, რომ ეხლა ძალიან ბევრი ანსამბლია, ძალიან ბევრი ჯგუფია, მომღერალია რა და მე ეს ყველაფერი უმეტესი ნაწილი იქვე სცენაზე რჩება და მიდის მოგონებებში, მაგრამ შენი ნაწილი ისევე როგორც შენი ძმის რა თქმა უნდა განვითარდა და საკმაოდ წარმატებასაც მიაღწია, მაგარი პერიოდი იყო. კი, ნამდვილად. და მე მგონი ეს ის პერიოდია, როდესაც შენ ნუცა სკოლაშიც აღმოჩნდი, ხო? ის პერიოდია ნამდვილად. 19 წლის ვიყავი მაშინ და ტელეიმედი იმიტომ მიყვარს და ძალიან ძვირფასია ჩემთვის ოჯახია, იმიტომ რომ ფაქტიურად აქ ავიდგი ფეხი ესე ცნობადობა, ნუცა სკოლა მაშინ ერთ-ერთი ისეთი პროექტი იყო, რომელიც დილას გადიოდა ეთერში და ძალიან დიდი მაყურებელი ყავდა. და მე ნუ უკვე სხვადასხვა კონკურსები და ნუ იმედი იმიტომ მიყვარს, რომ ძალიან ბევრი ჩემი კარიერული ცხოვრების ესე ვთქვათ ეტაპობრივად აქ შუქდებოდა და ძალიან მიხარია და მიყვარს ეს ტელევიზია. ხასიათს დაუბრუნდეთ ისევ რა, იმიტომ რომ მოდი გულწრფელ ხო მეგობრები ვართ რა და გულწრფელად გეტყვი მეც რა, რომ არ გაქვს შენ მარტივი ხასიათი. საყვარელი. მაგალითად. ვარი ეგრე, ანუ აი შენზე მძიმეებიც არიან რამდენიც გინდა სახელები და გვარები მახსენდება მათ შორის ჩემი მეგობრებიც, მაგრამ შენ საკმაოდ ემოციური ხარ რა, ანუ აი გინდა გითხრა რას გულისხმობ, რომ აი რაღაცა ინფორმაციას ადამიანს პირობითად დადებითაც და უარყოფითაც, ხო? ადამიანს მარტივ შენ რაღაცა მიდგომა გჭირდება თითქოს რა, რომ ანუ არის სინდრომი ადამიანებში, რომ ეხა უცებ არაფეთქდეს რაღაცაზე, არ გაბრაზდეს. ანუ შიშრუწვე? ანუ ეგარი რომ სიფრთხილეს. შიშს არა, სიფრთხილეს. იცი რა მე მიყვარს, როდესაც ადამიანები ერთმანეთს პატივს ვცემთ და მიწოდებას და ამ ინფორმაციის მიწოდებას. კავშირშია. რაში? ამასთან კავშირში არა მე რას ვამბობ. პატივისცემას არ გამორიცხავს ეს. და ეხა ბუნებრივი ეგ ეხა მარტივია და ეგრეც უნდა იყოს, რომ ჩვენი ერთმანეთის მიმართ პატივისცემა ქონდა გვაქვს და ყოველთვის გვექნება რა, მაგრამ აი ისევ მინდა რომ საკუთარ თავზე გავაპარაკო. ხო პროფესიულ კრიტიკას თუ ეხება და ესე საჯარო გამოსო თუნდაც აი ამ პრისიონერას ამბავს რაც მოყვა ხო ეხა ამას დღეს ჩემთვის არანაირ პირიქით ვიხარ. პროფესიულ კრიტიკა ხო აი თუნდაც ნახე აი წინა ეპიზოდი ხო ახსენე რა ანუ შენ არ ხარ იშვიათად ბულინგის მსხვერპლი ხშირად ხარ. რატომ აბულინგებენ და პოლიტიკური ამბის გამო? მე გეტყვი რატო?
ნახე პოლიტიკური მარტო შენ ხო არ გაქვს რაღაც პოლიტიკური დამოკიდებულება რომელიც ამ ქვეყანაში უმრავლესობას აქვს ეგეთი დამოკიდებულება რომელიც როგორც შენ ისევე როგორც თითოეულ ჩვენგანს მაგრამ ნახე მე გეტყვი ჩემ აზრს გეტყვი და მაინტერესებს დამეთანხმები თუ არა აბულინგებენ ადამიანს ხშირად ვიზეც ბულერები ხედავენ რომ ბულინგს შედეგი აქვს. გამოიწვია რეაქცია და იგნორში კი არ გაატარა. ხო, ეხლა ინერვიულა და დადო. ეხლა არა ვარ ეს. ადრე ვიყავი, კი და რა თქმა უნდა, ხა ვის არ ედგინა ბალანსი და რეაქციები გქონდა. რეაქციები მქონდა, იყო ძალიან მოზომილი, იცი, არასოდეს არ გამოდიოდი და არ ლანძღავდი და არ ვთათხავდი ჩემს ბულერებს, ასე რომ ვთქვა, ვინც ბაბულინგებდა. პირიქით რაღაცას ვცდილობდი მოზომილად, რაღაცა ჩემი დამოკიდებულება, მაგრამ ეხლა არ ხდება ესე, არ უყვები, იმიტომ რომ არ მიმაჩნიეს, რომ არის რაღაცა მომენტში ცუდი, რაც მოხდა, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია. იუმორს თავისი ფორმები აქვს, რა თქმა უნდა. იუმორი ჯანმრთელი და ჯანსაღი, მე და მიშო რო ვართ იუმორთან, ხო მაგ სიჯანსაღი, იუმორის სიჯანსაღის კრიტერიუმები ხო სხვადასხვა. რა თქმა უნდა, მაგას ვამბობ. ჩემი სიჯანსაღი სხვა არის და შენი შეიძლება საერთოდ არ ემთხოვდეს ამას. ყველა ადამიანს თავის შეხედვით. მე ხდება ხოლმე ცდომილება. კი ბატონო. მაგრამ აი ჯანსაღი იუმორი, რომელიც ახლა შარჟები იგივე რაც გაკეთდა, ხო? აი ხა მე რო ვდგავარ ხელები მაგ გაშლილი და უცებ მიშა სარწყავით მასხავს ყავს, როგორ შეიძლება არ გაგეცინოს? აი ვახოთ და ვიცინით ერთად. ძალიან კარგია მომწონს. მაშინ როდესაც შენ მიშას გაყევი ცოლად. რა გაცინებს? იცი რასაც კითხავ? მაგას გეცინება? დაახლოებით მე რა ვკითხე. კაი, მაშინ როდესაც მიშას გაყევი ცოლად, მიშა გამოჩნდა სადღაც ეთერში შენთან ერთად და ძალიან მალევე აკრიფა სტატუსი სოფობედიას ქმარი. ხო. ეს ეთერში გამოჩენას არ მოყოლია. აბა რას მოყვა? მე ბაბულინგებდი მიშას სულ რომ მეთქი გახდი თქო და მართლა ამხელა არ ყოფილა. უბრალოდ იყო ცოტა ისეთი მუცლით და მეთქი ახალგაზრდა ბიჭი ხარ ჯანმრთელობას გაუფრთხილდი თქო და გახდი თქო და სპორტ დარბაზიდან გადაიღო ფოტო. სადაც წერია სათაურად რომ ვცდილობ გავხდე. და ჩვენმა უსაყვარლესმა ჟურნალისტმა ახლა ამერიკაში ნინო ჭედლიშვილი დაწერა სტატია რომ სოფობედიას ქმარი ცდილობს არ სოფობედიას ქმარმა ვარჯიში დაიწყო. აი ეკედან დაიწყო. მაგარი ჰედლაინია. აი ეკედან დაიწყო და დაიწყო სპორტის სტატუსით მოძრაობს სოფობედიას ქმარი. შენ ღადავებოდი მაგაზე? არა, სხვათა შორის თვითონ ღადაობდა თავის თავზე. რაღაცა ინტერნეტ თამაშებზე და თვით ირონია რო აქვს ძალიან მაგათვისება. ძალიან მაღალ დონეზე ხო და მართლა მიგვირს რომ აი ესე თვითონ არ წყის ესეთი რაღაცები. რა და ხა მით უმეტეს მას აქვს ეს განმარტება ამასთან დაკავშირებით რომ მე სოფობედიას ანუ კარგი ქალის ქმარი ვარ და რატო უნდა მწყინდეს. ანუ თვითონ ასეთი განმარტება აქვს და უბრალოდ ახლა მიშამესხი თვითონ სახელი და გვარი თავისი რაღაცა. თუმცა ესე რომ გავარ და მე რაღაც მომენტში არ ქონდა მაგაზე დისკომფორტი. არასოდეს არ ქონია მართლა. შენ? არც მე. ჩხუბობს ხოლმე? რა თქმა უნდა. ეხლა მე დაიჭერებს რომ არ ვჩხუბო. რატო არა? მიუხედავად იმისა რომ ძალიან კარგი ცოლქმრობა გვაქვს, ძალიან ვეკობრობთ, თან ორივე ვართ მერწყულები. ერთი და იგივე ხო მერწყულები და იგივე წელიწად ხო? ერთი და იგივე წელი ტოლები, ანუ უფრო მე ვარ 18 დღით დიდი ვარ. და რაღაცა მეგობროლები ძალიან არ ჩას ხო? პირიქით ჩას. და რაღაცა ისეთია, ძალიან ისეთი მსუბუქია ურთიერთობებში ადამიანურად იუმორი აქვს ძალიან მაღალ დონეზე ხომ მეტნაკლებად იცნობ და გაცინებს ხოლმე სახში სულ მაცინებს სულ შოუ პროგრამებით არის წარმოდგენილი ნუ რაც არ მოიყოლება ხა მე ხვები მაგრამ ისეთი მხიარული და ისეთი პოზიტიური ადამიანია რომ არ ვიცი ხა არ მინდა ხა ძალიან ქებადიდებაშიც ჩამეთვალოს მაგრამ ჩამეთვალო შენი ქმარია რატო ხო მაგრამ იცი რა ცოტა მინდა რომ მოზომბილად თქვა რაღაცები.
ტონუსში ყავდეს, ტონუსში ბევრი რო არ აქვს. ძალიან საყვარელი და კეთილი ადამიანია. ძალიან. თუ შეუძლია ნებისმიერ ადამიანს დაეხმარა. მაგრამ დიდხანს ხიბლავდა, ხო? კი. რამდენ ხანს ხიბლავდა? დიდი ხანი რამდენი? ნუ ალბათ დაახლოებით 1 წელი, გაცნობიდან 1 წელი. აწვალე 1 წელი. არ ვაწვალე, უბრალოდ ნახე თავიდან ძალიან მეგობრულად ვუყურებდი. ისეთი პოზიტიური ადამიანი იყო, რომ მე არ ვიყავ მისად მაგ დროისთვის რაღაცა ახალი ურთიერთობებისთვის, მაგრამ ინდონეზია იბრძოლა და ყველანაირად ეცადა, რომ ჩემი გული მოეგო და მთავარი მისი ადამიანობა იყო, რა თქმა უნდა, და მისი იუმორი სულ კარგ ხასიათზე მაყენებდა, რომ მე ნელ-ნელა თავისით მოხდა ის, რომ ძალიან შემიყვარდა მეც და ჩვეულებრივად მე დაგვერკვინა ქორწინებით. ხო, მთავარი კიდე იყო ის, რომ ჩემი შვილი, პირველი შვილი ნიკოლოზი ძალიან უყვარდა და ძალიან მეგობრობდა მასთან. ამას დიდი ყურადღება მივაქციე. ხო, ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შეიძლება კაცები წავიდნენ, წამოვიდნენ ქალის ცხოვრებაში, მაგრამ შვილთან დამოკიდებულება ხოლმე ეხა 16 წლის. და ყავს ანდრია. და ყავს ანდრია, ფეხბურთელი ანდრია. მამას დაასვენზე. და სხვათა შორის ძალიან ისე კარგად მღერის და არტისტულია საოცრად დედას. ნუ ეხა იქნება. დედას გავს. მამა შოუმენია ამბობს სახში და ალბათ ორივე გავს. გავს. ნამდვილად ისეთი არტისტულია, ისე ლამაზად და კარგად ცეკვავს, რომ აი არ ვიცი, აი კი ფეხბურთელობა ნამდვილად მისი ოცნება, მაგრამ რომელიღაცა შულს მაინც მინდოდა რომ ემღერა. მაგრამ სამწუხაროდ არ მღერის? არ მღერის, ანუ ისე რომ უნდოდეს რომ მღეროს, ესე არა, მაგრამ ალბათ მიშა არ მღერის, ხო? მიშა ჩემზე მღერის სახლში. ძალიან მხიარული ოჯახი ვართ. მითხარი, უცებ თემას შეგიცვლი ახლა. სულ ბევრი ადამიანი დაკარგე? ავიცი, არ დამიკარგავს, მე არ დამიკარგავს, მათ დამკარგეს. ხო, ნუ რამ მაგას ხა პრინციპული მნიშვნელობა არა. მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ალბათ ბევრი ესეთი ვიზეთ გული გწყდება. რა თქმა უნდა. კი. კი. არ მინდა დაკონკრეტებ. არა, არც გეკითხები. კი, ძალიან ბევრი. და ძირითადად რა იყო მისიზი? პოლიტიკური? ხო, და საქმეც იმაშია, რომ მე არასოდეს არ გამოვდივარ ჩემი პოლიტიკური რაღაცა ლოზუნგებით და სტატუსებით და რაღაცა არ ვახავ ჩემს რაღაცა მეც ერთ-ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ და უბრალოდ შეიძლება მომწონდეს ესა თუ ის პარტია, ხო, დაუშვათ და თუნდაც მათ კონცერტებზე ვიმღერო. ჩემი საქმეა, მე ვარ ხელოვანი ადამიანი და მე ხალხისთვის ვღერი, ადამიანებისთვის ვღერი და ხელოვანი როდესაც ხარ. ხელოვანები იბადებიან და უნდა ვითარდებოდნენ და ყველა დროში და ეპოქაში უნდა იყვნენ, ხო ასეა და მთავრობები მოდიან, ახლა არა მე ჩემი პირადი სიმპათია თუ მაქვს, ეს ჩემი ერთ-ერთი ჩვეულებრივი მოქალაქის დამოკიდებულება. ადამიანს ახლა თემას ისევ შეგიცვლს, რაღაც განსაკუთრებულად მნიშვნელობას ანიჭებ, ხო? აქცენტებ, რომ შენ როგორი ხარ სოფო, მე ძალიან ადამიანური ვარ. მიშა ადამიანურია ძალიან. იმიტომ რომ ყველაფერი ადამიანობაა, ყველაფერი. მე ხარ ხელოვანიც, მე ხარ პოლიტიკოსიც, მე ხარ ის, რასაც წარმოადგენს. ვინა შენი ადამიანობის ეტალონი? მამა. აი, ის არის ჩემი ეტალონი. აი ყველანაირი გაგებით. გაიხსენი როგორი იყო? მოტირებ. სულ მეტირება, როდესაც მამაზე ვსაუბრობ. ეგეთი კაცები ძალიან იშვიათია. კაცი, ადამიანი. რომელსაც არ ეშლებოდა ურთიერთობები. პატივსცემდა ყველას. უყვარდა ადამიანების კარგად ყოფნა და მათთვის ყველაფერს აკეთებდა, რომ ისინი კარგად ყოფილიყვნენ. ძალიან ღირსეული მამა მყავდა, ძალიან. სამწუხაროდ 20 წელია რაც გარდაიცვალა. დაგჭერა მე სათქმელი. მენატრება. დედაზეც მოგვიყარა. დედა არის ძალიან კეთილშობილი, ძალიან მოზომილი, არ ვგავარ დედას, მე მამას ვგავარ უფრო.
იმიტომ კი არა რომ კეთილშობილი არა ვარ და მოზომილი არ ხარ. პრეტენდენტები ძალიან სხვანაირია, ისეთია, რაღაცნაირი, ძველი თაობის ქალები რო არიან. ისეთი საყვარლები და მე უფრო თამამი ვარ, მე უფრო რაღაცა ქოთქოთა ვარ, უფრო ენერგიული ვარ, რაღაცა ემოციების გამოხატვა მიყვარს. და მით უმეტესაც კაი ემოცია. არასოდეს არ მენანება კომპლიმენტის თქმა ადამიანისთვის, რაც მომეწონება იმას ესე ძალიან ისე გულით გამოხატვა. და უფრო ისეთი მეგრული სმაქრო უფრო რაღაცა გემრიელესები, რაღაც გემრიელი გოგო ვარ, რა ვქნა ვარ. რა გავაკეთო, ძალიან ვიქებ მგონი თავს, მაგრამ დაგშვები ისტორია. მაგრამ ეგეთი ვარ და იცი, როცა ადამიანები არ მიცნობენ შინაგანად როგორი ვარ. გულწრფელად როგორი ვარ. მაგაზე მწყდება ხოლმე გული, რომ აი ესეთი ზედმეტად ის მიდის ხოლმე რა. ზედაპირული აღქმა, ხო? ხო, ზედაპირული აღქმა. შეხო თბილისში დაიბადე. კი. და იცი რა მითხარი? აუცილებელი კითხვა რა, ისეთი რა ქვია. მეგრულ ოჯახში დაიბადე ხო და მაყობ ძალიან. ძალიან მაგარია, საჭმლის კეთება თუ იცი. მეგრული საჭმელი. და ვიცი უბრალოდ ხშირად ვერ ვახერხებ ყველაფერს. ანუ არ ყავს ფუფუნებაში მიშა მეგრული საჭმელი. ჩემს დედამთილს, ჩემს მეგრელ დედამთილს, რომელიც ფანტასტიკური ქალბატონია და ძალიან მეგობრობთ. ნუ ეხლა დედამთილს ფუფუნებაში ბავშვობიდან ეყოლებოდა. ეგ მაგისტრის სიახლე არ არის. შენ რატო არ ყავს? ფუფუნებაში? იცი რა, არა მაქვს ფიზიკურად. კულინარიულ ფუფუნებაში. ფიზიკურად ჩვენ ერთად ვცხოვრობთ მე და დედამთილი, ჩემთან ერთად ვცხოვრობთ და შესაბამისად რომ იცის რომ ესეთი რეჟიმი მაქვს ძალიან გადატვირთული, რაღაცა სულ ჩემს კარიერულ ცხოვრებაზე მაქვს ყველაფერი ჩაგებული. არ სარგებლობ. მართლა კარიერით და პროფესიით. არა, ძალიან ისეთი შეგნებული ქალბატონია და ყოველთვის ცდილობს რომ ეს მხარე მაინც ასე ვთქვათ შემოსუბუქოს. შენ არ უკეთებ ხოლმე სურპრიზებს მაინც შენახე. კი, რა თქმა უნდა, ხა სულ ეს უფუქსაბატი არა ვარ, რა თქმა უნდა. ხელმარჯვე გოგო ვარ მეც, მაგრამ როცა მცალია. აი ხა ცოტა ისეთი ბანალური კითხვა არის, გეგმები არის, მაგრამ რამის განსაკუთრებულს ხო არ გეგმავ ახლო მომავალში. შენს პროფესიულ ნაწილში. აუცილებლად ვგეგმავ და ვგეგმავ კიდევ უფრო ხმამაღალ განაცხადებს, უფრო მასშტაბურ პროექტებს. ну პირველი რაც მესახება ეს არის ჩემი სოლო კონცერტი. დრო არის უკვე რა? დრო არის, კი, დრო არის და მინდა ძალიან ისეთი საიმიჯო კონცერტი გავაკეთო ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში. რა თქმა უნდა, ეს იქნება ესეთი ორკესტრით და კლასიკური ამბით, თავისი სცენით, თავისი კაბებით, თავისი პერფორმანსებით და ისეთი კარგი ღირსეული კონცერტი მინდა რომ გავაკეთო ისეთი. ჩვენ ყველა გიგულშემატკივრებთ. დიდი მადლობა. იმედია დაგვაპატიჟებ კიდევ. აუცილებლად. პრისიონერა. რო დაგირეკეს, ვინ დაგირეკა, თომამ თუ ვინ დაგირეკა? ბესომ ახარაშვილი. ბესომ დაგირეკა, ხო. აი რო დაგირეკა ბესომ და რო გითხრა რომ ეხლა შენ უნდა იმღერო პრისიონერა. პირველად რა ასოციაცია გქონდა, რა იფიქრე იმ დროს? აიცი რა, რომ მითხრა რომ ჩვენ ეს საპნის ოპერა გვაქვს დაგეგმილი გადაცემაო და ცნობილი ჰიტებიო, ანუ საუნდტრეკებიო სერიალებისო, გამიხარდა. პირველი რეაქცია ეს იყო, რომ გამიხარდა რომ დამიძახეს. და მე მინდა რომ შენო იმღერო პრისიონერაო. ну მეთქი როგორ მიყვარს მეთქი ეგ სიმღერა თქო. სიამოვნებით თქო და მე უკვე რომ გადავიდა იმ თემაზე რომ აი ჩვენ ამას ვგეგმავთ რომ ესეთი პერფორმანსი გვაქვს შენთვის მოფიქრებული ეს წვიმა ეს ამბობთ ხა მე არ მქონია აქამდე ესეთი ამბავი რომ დამდგარიყავი და თუნდაც კლიპში წვიმაში მემღერა თუნდაც. ეს იყო ჩემთვის გამოწვევა. და ძალიან საინტერესო სხვათა შორის და უთხარი მაყურებელს ხო თბილი წყალი იყო რაც გაგიკეთეთ. თბილი იყო ნამდვილად და მინდა გითხრათ რომ ბოლო ის ერთი წუთი სადაც ამ თქეში ვიდექი ოფიციალურად
ძალიან როლში ვიყავი, მოკლედ რაღაცა ხო, მოიხთი. მომწონდა ეს ყველაფერი, რასაც ვაკეთებდი და მადლობა და რო Prime ნახე Show-ს. რომ გამოიხმაურა ჩემი გაბრიელას საყვარელი. პანიკი, რა რეაქცია ჰქონდა? ძალიან გამიხარდა, შოკი მქონდა, რომ მეთქი არ ვიცი ხა გაბრიელა იყო სოფლიოში ცნობილი სტარი იყო და დღემდე ძალიან მაგარი ქალი ხარ, რომ შევხედე მის ფოტოებს და მის გამოსვლებს და ძალიან ანუ თან დღემდე როგორ გამოიყურება? გადასარევად და რომ არ მოწონებოდა ალბათ არც გასთორავდა და არც გაიქნებოდა ესეთი გამოხმაურება და მადლობელი ვარ და მოვიკითხავ აქედან ძალიან დიდი სიყვარული ჩემი ბავშვობის ასე ვთქვათ საყვარელ მსახიობს. შენ თავს რას ეტყოდი 30 წლის შემდეგ? ჩავეხუტებოდი და ვეტყოდი ბრავო რომ აქამდე გაძელი და რამდენი იმიტომ რომ ძალიან ბევრს გავაკეთებ ზუსტად ვიცი რა აი ჯერა ამის რომ ბევრს გავაკეთებ კარიერულადაც ადამიანურადაც ყველასთვის აი რაღაცნაირად მინდა რომ ძალიან ბევრი კარგი გავაკეთო აი ჩავეხუტებოდი და ვეტყოდი რომ ბრავო რომ ეს შეძელი ალბათ ამას ვეტყოდი ბრავო რომ ეგეთი ინტერვიუ შეძელი ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრა მადლობა მადლობა შენ